როდის დაიწყე UFC-ს და MMA-ს ყურება? I started watching it since ყურება დავიწყე მგონი 15 წლის რომ ვიყავი მაშინ. ანუ ჯამში გამოდის რომ 13 წელია უყურებ. 13 years. Yeah. What era was that? და ეს რა პერიოდი იყო? ეს შემთხვევით მოხდა. ვინც ჩემი ამბავი იცის, საქართველოში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაზე დავდიოდი. შემდეგ ესპანეთში, როდესაც ჩამოვედით, გვინდოდა გაგვეგრძელებინა იმავე დისციპლინაში ვარჯიში. მაგრამ ესპანეთი ამ მიმართულებით დიდად განვითარებული არ არის. შერეული საბრძოლო ხელოვნების დარბას სრულიად შემთხვევით გადავაწყდი. თავიდან არ მინდოდა, ვფიქრობდი, ეს რა ჯანდაბაა. თუმცა მამაჩემმა დამიყოლია. იმ პერიოდში პოპულარულ მებრძოლებზე, გრეისიებზე მელაპარაკებოდა. მეთქი კარგი დავიწყე ყურებას და შემიყვარდა კიდეც ეს სპორტი. What the fuck is that? I don't want to do that. And my dad, he started to talk to me about the Gracies, about the... და გახსოვს მაშინ ვინ იყო ჩემპიონი, როცა ყურება დაიწყე? Yeah. ჟოზე ალდო, ჯორჯ სენ-პიერი, ასევე ემელიანენკო, ის თავის პრაიმში იყო მაშინ. ასევე მახსოვს ანდერსონ სილვასა და ჩელსონენის ჩხუბი. პირველი ბრძოლა მართლაც სიგიჟე იყო, ბოლო რაუნდი განსაკუთრებით. ისე შენი ძმაც მადრიდში ცხოვრობს? არა, ის ალიკანტეშია. მას მალე ბავშვი ეყოლება და ალბათ აქეთ გადმოვა. შენი შვილიც მებრძოლი გინა რომ გამოვიდეს, როგორ ფიქრობ? I don't know. არ ვიცი, ბავშვებთან ცოტა რთულია იცოდე რა უნდათ. 6 წლის ხდება. ჩემთვის მთავარია რომ იყოს ბედნიერი და ცხოვრებისგან ისიამოვნეს. ჰქონდეს მას კარგი ღირებულებები. ერთი რასაც ვთხოვ ხოლმე არის ის რომ იყოს კარგი ადამიანი. ყველაფერი რასაც გადაწყვეტს უკვე მასზეა დამოკიდებული. კარგად აღზრდილი ჩანს, კულტურული ბავშვია. ქალებისთვის ის ნამდვილად დიდი პრობლემა იქნება. უბრალოდ უსაყვარლესია. He's so funny. He's going to be a problem with the ladies. He's going to be a problem, Ilya. He's a cutie. Holy. Let's see. ნახოთ. ეს უკვე ჩემი საქმე აღარ არის. Yeah. But yeah, I know you said he genuinely enjoys ვიცი რომ მას უყვარს ხოლმე შენთან ერთად ვარჯიში. ხშირად დაგვება ხოლმე. You don't know how good he is. ხელებს იცი რა მაგრად იქნევს. მართლა არაზოს მისწავლებია მისთვის ილეთები. ეთყობა თავის დაითვისა. გაოცებული ვარ. And I'm telling you, I never really teach him like dude. ვიცი რომ კონორს არაზროს ეჭხუბები, თუმცა თქვენი შვილები თანატოლები არიან. And he trains too, right? თუ გადაწყვეტენ რატომაც არა იჭხუბონ, მაგარი იქნება. თუმცა საბოლოოდ ბავშვები მაინც ბავშვები არიან. არ გვინა მათი ამ საქმეში ჩართვა. At the end of the day, kids are kids. Yeah. We don't want them to get involved. What do you think? და გგონია რომ კონორი დაბრუნდება? Connor? Yeah. ჩვენის ირლანდიაში ვნახეთ. არ ვიცი ვარჯიშობს თუ არა. ეთყობა რომ ტყვება ცხოვრებით. გონი თეთრი სახლის ღონისძიებაზე ნამდვილად სურს მას გამოსვლა. რომ შეგეძლოს ამ ქარდის აწყობა, როგორ დაალაგებდი ბრძოლებს? კონორის ნახვა მინდა მეინ ივენტზე, მაგარი იქნებოდა. ან ჯონსის, ან თუნდაც შენი. შენ ისლამის წინააღმდეგ. ისურვებდი ამას. You versus Islam on the White House card would be insane. Would you want to fight at the White House or რატომაც არა, სიამოვნებით ვიჩხუბებდი ტრამპის თვალწინ. United States of America. Yeah. I would love it. When I saw that got announced, I instantly როცა ეს გავიგე, ვიცოდი რომ ყველას ენდომებოდა ამ ღონისძიებაზე ჩხუბი. Don't know if they want to fight. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა, რომელიც ცხოვრებაში მოგეცემა. ვის არ ენდომებოდა? გონია რომ მაკგრეგორს უნდა. ჯონსის დაბრუნდა დოპინგის შემოწმების სიაში. ერთი წლის შემდეგ არის ეს ივენთი. შენთვის და მახაჩევისთვის გონი იდეალური დრო იქნებოდა. რომელ წონაში შეხვდებოდი მას? I don't care with him. He couldn't come back down to 155. Once you სიმართლე გითხრა არ მაინტერესებს. როცა მაღლაადი ხარ, ქვედა წონაში აღარ გინდა ჩამოსვლა. ეს ჯოჯოხეთია. ნამდვილ ჯოჯოხეთს გავდიოდი, როცა 145-ში ვიყავი. I had to go through hell. ახლა როცა 155-ში ვრჩები, ორი სხვადასხვა სამყაროა. უფრო ბედნიერი ვარ, ბევრად სასიამოვნოა. მართლა ცუდი პერიოდი იყო, ძალიან მიჭირდა. და მაინც რამდენს იკლებდი? 12 კილომდე დაახლოებით. ბოლო კვირაში 10 კილოგრამამდე მიწევდა რომ დამეკლო. საქმე ისაა რომ ეს უნდა გააკეთო. კარგი აღდგენაც გჭირდება. შემეძლო 5 კილო მქონოდა დასაკლები ბოლო კვირაში, მაგრამ აღდგენა ვერ იქნებოდა ისეთივე ეფექტური როგორც 10 კილოზე. ბრძოლის კვირა ყოველთვის ურთულესია. სუბუქ წონაშიც კი, კონკრეტულ წონას ვინარჩუნებ რომ ბოლო კვირისთვის აღდგენა მოვასწრო.
How many calories are you on? Like და დღეში რამდენ კალორიას იღებ ხოლმე ასე დროს? I consume 1000-დან 1800 კალორიამდე დაახლოებით. yeah. How do you say that? Yeah, 1,800 or 1,800. Yeah. Yeah. That's crazy. They just recognize you from the car. ნახე, მანქანიდან გიცნეს. როგორია მადრიდში ყოფნა? განსხვავდება ამერიკისგან ფანების კუთხით. Compared to US? კი, რა თქმა უნდა, აქ ვეროდ მეტი გულშემატკივარი მყავს. Yeah. Of course, like I have a bigger fan base here in Spain. Yeah, Yeah. it does. To be honest, I don't like to talk about those kind of things. სიმართლე გითხრა, ამაზე ლაპარაკი არ მიყვარს. არ ვარ კომფორტულად. Yeah. But yeah, so that fight would happen. ესე იგი ისლამთან ჭუბი 170-ში უნდა შედგეს. So if you could choose one აი, რომ fight, შეგეძლოს ჩემი ერთი ბრძოლის ჩანიშვნა. ეს პედის წინააღმდეგ იქნებოდა თუ ისლამის წინააღმდეგ? would it be? So the thing about მე მომწონს, როცა ბრძოლებს წინარე ისტორია აქვს. I love the whole მე როგორც ამ სპორტის ფანს ვისურვებდი შენი და პედის ინტერვიუები მომესმინა ბრძოლამდე. ჩემი აზრით ეს საუკეთესო პრესკონფერენცია იქნებოდა. როცა იცი ორ ტიპს ერთმანეთი როგორ იზიზღება, ეს ძალიან მაგარია. ეს ბრძოლაზე უკვე არანაკლებს კარგად საყურებელია. all the UFC embeddeds leading up to the fight, and then I get so excited for like that would be the best press. ვიტყოდი, შენ პედის წინააღმდეგ საქმის კუთხით უფრო რეალურია ახლო მომავალში, არა? That you know that have bad blood and they're going to get on the mics and they're going to talk. I think არ გონია რომ ისლამი ერთს თუ მოიგებს ჩამოვა. Do you think if he wins one, he's going to Come down? or want to I fight don't you? think so. I don't I think he's going to ისლამს 170-ში ხომ არ გაუჭირდება. იმ დივიზიონში არის კამარუ უსმანი და ალბათ მასთანაც მოუწევს ჭუბი. like he's I think like he would have to fight like Kamaru Usman too. That's not easy, right? It's not easy. ადვილი არ არის, მაგრამ ის რეალურად დიდია, საკმარისად დიდია მაგ წონისთვის. მაგრამ როდესაც ერთ წონას მიეჩვევი, ქვემოთ ჩამოსვლა უკვე რთულია და აღარ გინდა. But once you get used to fighting one weight class and you do Like the guy he's fighting right now. მით უმეტეს ის ახლა ჯეკს ეჩხუბება და ისიც დიდია. Wow, just imagine if Jack წარმოიდგინე, ჯეკდელა მადალენამ ისლამს რომ მოუგოს, რა სიგიჟე იქნება. You versus Jack? Yeah, I would love to. დიდი სიამოვნებით What შეხვდებოდი do you think? I ჯეკსაც. saw Khabib said that he thinks that იცი Jack ხაბიბმა is რა თქვა? fighting for მას Islam. გონია რომ ჯეკი უფრო რთული მეტოქია ისლამისთვის ვიდრე შენ. He's gonna say. Yeah. ნუ აბა სხვა რა უნდა ეთქვა. ხომ არ იტყოდა ილიაზე უფრო მარტივ მეტოქეს ხვდებითო. They're not gonna say no. We are fighting a easier opponent than Ilya. He has to say that. თქვენ გაქვთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა როგორც ხვდები. Yeah. What you said? I said you guys have a lot of mutual respect still, but it's just შეუძლებელია არსზე პატივი მათ, ვისაც თავისი ოცნებებისთვის ბრძოლა უყვარს, მაგრამ როდესაც უკვე ჭუბს ეხება საქმე, მე ყოველთვის ჩემს მაქსიმუმს შევეცდები. When it comes to the competition, when it comes me against you, I'm always gonna choose myself. fuck. Yeah. I know. Everyone was kind of wondering how ყველას აინტერესებდა როგორ შეიცვლებოდი მსუბუქ წონაში, მაგრამ ყველას მოაკეტინე. and you just shut up. Smaller, he's რომ ზომა არ არის გადამწყვეტი, მთავარი არის უნარები. თუმცა თავს პატარად არ გგზნობ ამ წონაში. ეს დავამტკიცე. შეიძლება ჩემზე მაღლები არიან, მაგრამ ჩემზე დიდები ნამდვილად არ არიან. Smaller and I think yeah, you asked me, I think my opinion, I think გონია რომ პედისთან ბრძოლა უნდა შედგეს. ეხლა? yeah. რა ვიცი, შენ ჩემპიონი ხარ და ყველაზე დიდი ბრძოლა გინდა. You're the champ too, so you want the biggest fight, right? Yeah, but it's not always. ეს საკითხი ყოველთვის ჩემს ხელში არ არის და ჩემი კონტროლის მიღმა. Under my control. გეიჯი ასევე ჩემი ახლო მეგობარია. ისიც მიყვარს, ისიც იმსახურებს ტიტულს და ჭუბს, მაგრამ ობიექტურად შენ და პედი უფრო დიდი ბრძოლა იქნებოდა. ჯასტინს რაც შეეხება, ყველა იტყვის რომ ის დაბერდა და რომ არ არის ფავორიტი და ყველას უწოდინება რა მოხდება. ჭუბში ყველაფერი ხდება, მაგრამ აქ კითხვის ნიშნები აღარ დარჩება. მე ვეჭხუბე მაქს, რომელმაც გათიშა გეიჯი, მე ვეჭხუბე ჩარლზ ოლივეირას, რომელმაც დაასაბმითა გეიჯი. პასუხი აქ ცალსახაა. ყოველთვის ესე არ ხდება, მაგრამ აქ უკვე ყველაფერი ნათელია. Come on, like და ამას რაც შეეხება, ის პედის მსგავსად, თქვათ, ასეთი დიდი ჭუბი არ იქნება. საერთოდ ვის რა შეაინტერესებს არმანი? უმიზეზოდ ჩაეხსნა ისლამთან ჭუბს ბოლო წამს. მე ხელიც რომ მქონოდა მოტეხილი, მაინც გავიდოდი ოქტაგონზე. ჰოლოვეის არ მოსწონს, როცა BMF-ის კამრით დადიხარ. He doesn't like how you're walking around with the BMF belt and stuff.
That's not my ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი. მე ის გავთიშე. რანაირად უნდა იყოს ის BMF-ი, როცა მე გაგთიშე. მე მიგანიშნე მიწაზე პირველ 10 წამში და გამეკეცი. თუმცა მალევე გაგთიშე და მაინც BMF-ი რანაირად ხარ, აბა გამაგებინეთ. Like how you can still being the BMF if I knock you out. I just told you I point to the ground in the first 10 seconds. You run away. Yeah, I don't think. ამ გონია რომ რემატჩი უნდა მისცენ. Because you just knocked him out 2 fights ago, right? Of course not. He should fight with maybe with Arman. ცხადი არა. ის ჯობია არმანს ეჭყოს. Lightweight's just სუბუქი წონა ეხლა გატენილია მებრძოლებით. right. Him versus Arman. მაქსი versus არმანი და პედი გეიჯის წინააღმდეგ მაგარი იქნებოდა. That I mean that's what they could do too. But would you want to wait that long? კი, მაგრამ გინდა შენამდე ხანს მოცდა. Yeah, okay. Then that's what they should do. I agree with that. I would love to go in. არ არის პრობლემა. ამ პერიოდის განმავლობაში კრივში წავიდოდი. მინდა რომ ცადო კრივი. თუ მომწევენ საშუალებას რატომაც არა. I really want to box. შეგიძლია გაგვანდო კონტრაქტში რამდენი ბრძოლა დაგრჩა. On your contract or not? კი, არ არის პრობლემა. I don't have to, but I don't have any pride. 5 ბრძოლა მაქვს ამ ეტაპზე დარჩენილი, ან 6. თუმცა არ მაინტერესებს ეს რამდენია. თუ MMA-ში ვიქნები, ცხადია UFC-ში ვაპირებ ყოფნას. Like if I fight in MMA, I always would prefer to fight in the UFC. So Yeah. it doesn't matter for me how many fights you want to give me. But once you're out of that და როცა კონტრაქტი ამოგეწურება, მე შეძლებ კრივში გადასვლას. You don't even need the permission. Yeah, but it doesn't. UFC-ში მოქმედი კონტრაქტის დროსაც შემიძლია გადავიდე კრივში. ამაზე უარს არ ვიტყოდი. You always can ask them to let you go to the boxing. But it seems like They did it with კონორის გარდა, სხვისთვის ეს უფლება არ მიუციათ. I think you have the best shot of მაგრამ შენ შანსი გაქვს, რომ ეს უფლება მოგცენ. But I think you have the best shot at making that happen. I would love to go to ვისურვებდი ამას დიდი სიამოვნებით. ეს არის ის, რაც მინდა. აი იმ ტიპს რა ქვია, ალთურკი თუ რაღაც, მაგრად გამისტორდებოდა, რომ შემეხმიანოს. კრივის კემპიც ჯერ მარტო რა მაგარი იქნებოდა. This guy, how's his name? The Turkish. Turkey or whatever? Turkey, Yeah. You're boxing. შენი კრივის ყურება UFC-ში ნამდვილი სიგიჟია. რინგზე კი წარმომიდგენია რა იქნება. The only thing that happened. კრივში რაც ხდება ახლა ის არის, რომ საუკეთესოები ერთმანეთს არ ხვდებიან. სხვადასხვა დივიზიონში არიან გადანაწილებულები და სხვადასხვა ორგანიზაციებში და ეს არ მოგწონს. ჩვენ გვინდა საუკეთესოები ვნახოთ ერთმანეთის წინააღმდეგ. ახლა ნელ-ნელა თითქოს დაიწყეს ამ საკითხის გამოსწორება. And we don't like to see that. We like to see the best big fights now. So did you? I can't remember what you said in the gym. Did you say who a good opponent would be? ვის ისურვებდი მეტოქეთ კრივში? I don't know. I didn't thought about that. I would love to go. კანელო კროუფორდის გამარჯვებულ შეხვდებოდი. ერთი რაც არ მინდა ისაა, რომ კანელოსთან რამე კონფლიქტი მქონდეს. ის ჩემი კუმირია. მგონია რომ შემიძლია. გძნობ ამას. შეიძლება ჯერ ნაადრევია და ჯობს. შეიძლება ჯერ ნაადრევია და ჯობს. მცირე გამოცდილება მივიღო კრივში. მაინც განსხვავებული სისტემაა ხომ ხვდები, მაგრამ თუ პირდაპირ კანელოს მომცემენ, რატომაც არა. I can do it. ცხადია ფული ძალიან კარგია, მაგრამ ეს არის ის, რაც მე ძალიან მინდა რომ ვცადო. მე MMA ფულის გამო არ დამიწყია. სწორედ ასე ვარ კრივზეც. მინდა ეს გამოვცადო. ახლა საუკეთესო დროა ჩემთვის. უკვე ბევრ ამას მივახცე MMA-ში. ახლა მინდა რამე ახალი აღმოვაჩინო. ამას კარგად ვიზამ. აი ნახავთ. იქნებ პირველი ვიყო, ვინც პირდაპირ მოიპოვებს კრივში ტიტულს. But this is a nice spot. Here? Yeah. So we have a little bit of wine? A little bit. Just a bit. Yeah. Well, you're out of camp, so if this is the time to have some now wine. we can have a drink. Now we Okay, can let's have go. a wine. Let's The go. only thing is that once we get, you're just gonna have to turn off the cameras. Oh, okay. Yeah, we will.